დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, ცხოვრების წესზე, მისი არსებობის ფორმებზე, პრობლემებზე, რომელიც ყოველდღიურად აქვს ადამიანს და ამ თემაზე საუბარი დაუსრულებელია, იმიტომ რომ თავად ადამიანის სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს აღემატება ნებისმიერ ღირებულებას, ნებისმიერ საზოგადოებაში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენ შვილებზე და ვსვამთ კითხვას, რა სჭირდება ჩვენ შვილებს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ცოდნა და სათქმელი, რაც ჩვენ გვაქვს გადაცემაში წლების მანძილზე დაგროვილი, აუცილებლად მოვახმაროთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და შესაბამისად ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის დღეგრძელობა. დიახ, ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის დღეგრძელობა და ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა დიდხანს სიცოცხლო. ამაზე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე. ისევე როგორც სრულიად ბუნებრივია, როდესაც ერთი ინდივიდის საჭიროებებზე ვფიქრობთ და მსჯელობთ, გავიხსენოთ რომ ერთ ინდივიდს სჭირდება დღეგრძელობაც და ცხოვრების ხარისხიც. და რა უზრუნველყოფს ჩვენი შვილების დღეგრძელობას და ცხოვრების ხარისხს? ნუ თუ მხოლოდ ჩვენი სურვილი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გენეტიკა, მაგრამ მხოლოდ გენეტიკა არის გადამწყვეტი, რამდენ სიცოცხლებენ ჩვენი შვილები, როგორი იქნება მათი ცხოვრების ხარისხი. არა. აქ გასათვალისწინებელია მათი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ცხოვრების წესი, რომელსაც ჩვენი შვილები აირჩევენ. ცხოვრების წესი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაივლიან თავიანთი სიცოცხლის ყოველ საფეხურს. და აი ასეთ შემთხვევაში მათი დღეგრძელობის და ცხოვრების განსაზღვრელი აღმოჩნდება კიდევ ერთი ფაქტორი, როგორია ის გარემო, ცოცხალი და არაცოცხალი, რომელიც ჩვენი შვილების გარშემოა და რომელიც არაუბრალოდ გავლენას ახდენს მათზე, არამედ ცვლის მათი არსებობის ფორმებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემო, რომელსაც ოჯახი ჰქვია და რომელიც ყველაზე უსაფრთხო კუნძულად უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი შვილებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზრუნვითვა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ოჯახის შიგნით და როდესაც მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ბევრად განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება ერთი ინდივიდის დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი. თუმცა მოდით გავყვეთ პროცესს და დავაკვირდეთ, რომ ხშირად ის, რაც ერთი ინდივიდის მისამართით ვთქვით, სინამდვილეში საზოგადოებისთვის სასურველია, საზოგადოებისათვის გაგვემეტება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ შვილებზე ზრუნვა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რა გვინდა ჩვენი შვილებისთვის. საბოლოო ჯამში ეს გვინდა ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ისე, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ჩვენგანის შვილებისთვის, ჩვენ გვინდა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ცხოვრების ხარისხი, ეს გვინდა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის დღეგრძელობა და ცხოვრების ხარისხი, რომელიც ერთი ინდივიდის სურვილებსა და მასშტაბებს ცდება და მთელი საზოგადოებისათვის, მთელი ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი ხდება. პრობლემა, რომელზედაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, საკმაოდ გრძნობიარე თემაა და მშობლებისთვის, რაც არ უნდა უჭირდეთ ჩვენ შვილებს, არის ყოველთვის ძალიან საყურადღებო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რაღაც უჭირს და ხშირ შემთხვევაში ეს იმდენად დამაბნეველი, არც კი ვიცით როგორ მოვიქცეთ. თუმცა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ამ მდგომარეობის შესახებ, იმიტომ რომ როგორც ირკვევა, გონების დაკარგვა არის ძალიან ხშირი მოვლენა ბავშვთა ასაკში, თუმცა რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ უფროსები ძალიან ყურადღებით და რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რატომ უნდა ვიცოდეთ რა შეიძლება გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ, აი ამაზე იქნება აგებული დღევანდელი ჩვენი გადაცემა და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ჩვენი გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. თამარ, დილამშვიდობისა. როდესაც გონების დაკარგვაზე ვსაუბრობთ ასაკის მიუხედავად, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს გარშემომყოფებისგან. და უნდა ვთქვათ, რომ ეს პასუხისმგებლობა ხშირ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ
პირველ რიგში არ ვავნოთ ადამიანს და მაქსიმალურად დავეხმაროთ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ მიადგეს ზიანი. კიდევ უფრო საყურადღებოა ეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ და გონების დაკარგვა ბავშვებში ეს არის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გააზრება, რა შეიძლება იმალებოდეს ამ მდგომარეობის მიღმა, ცხადია გარდა დაუყოვნებელი რეაგირებისა, რომელიც იმავე სივრცეში უნდა გავითვალისწინოთ. რა არის გონების დაკარგვა, რა იგულისხმება გონების დაკარგვის ქვეშ, რა უნდა წარმოვიდგინოთ, როდესაც ვამბობთ სიტყვათა შეთანხმებას გონების დაკარგვა და რა უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე, როდესაც აქტუალობაზე, სიხშირეზე ვსაუბრობთ, ბავშვთა ასაკი 0-დან 18 წლამდეა. ეს არის ყველა ეტაპისთვის გასაგები და გასათვალისწინებელი მდგომარეობა თუ არა და მართლაც ასეთი მნიშვნელოვანია სტატისტიკის მიხედვით ბავშვთა ნევროლოგიის პრობლემების შორის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ამ თემის წამოწევისთვის. აქტუალურია ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერი ასაკისთვის და თვითონ ზაფხულის პერიოდიც რამდენადაც ისეთი არ უნდა იყოს, გარკვეულ რისკებს ამ მიმართულებით ზრდის ხოლმე, თუმცა სპეციფიური კონკრეტული ტიპის მიზეზების მიმართ, მაგრამ ისე სეზონურად არც ერთი სეზონი არ არის, რა თქმა უნდა, დაცული იმისგან, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს გონება და არც ერთი ასაკი არ არის დაცული იმისგან, რომ ბავშვმა შეიძლება დაკარგოს გონება. არის გარკვეული პიკები, მაგალითად სკოლამდელი ასაკი, მაგალითად მოზარდების ასაკი, თუმცა როგორც ვთქვი, დაცული ამისგან არც ერთი სხვა ასაკი არ არის. რისკებს რაც შეეხება საბედნიეროდ ბავშვთა ასაკში იშვიათად გვაქვს ხოლმე დრამატული, განსაკუთრებით სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევები, თუმცა ამისგანაც დაზღვეული არ ვართ და სიფრთხილესგან ეს არ გვიცავს, რა თქმა უნდა, უბრალოდ სტატისტიკურად საბედნიეროდ პროგნოზი ბავშვთა ასაკში უფრო უკეთესია ხოლმე, ვიდრე დაუშვათ ზრდასრულებში შეიძლება გქონდეს ეს სტატისტიკა. ყველაზე ხშირად რატომ კარგავენ ბავშვები გონებას? ყველაზე ხშირად არის ესეთი ყველასთვის კარგად ნაცნობი ეგრეთ წოდებული გულის წასვლა, სინკოპე, რომელიც არის სტატისტიკურად მათ შორის მოზრდილებშიც ერთ-ერთი ლიდერი გონების დაკარგვის მიზეზებს შორის. რა ხდება ამ დროს? თუმცა სხვა მიზეზებიც გასათვალისწინებელია. რა ხდება ამ დროს? აი ჩვენ პირველი თქვენი შეკითხვა იყო, რომ რა არის გონების კარგვა, ხო? გონების კარგვას როდის ვამბობთ, როდესაც ნერვული სისტემა კარგავს უნარს, ადეკვატური პასუხი გასცეს გარედან შემოსულ სტიმულებს და ის ასე ვთქვათ პასიურ მდგომარეობაში გადადის, უმეტესად შექცევადი მდგომარეობა ეს და უმეტეს შემთხვევაში ამას ახლავს კუნთების ტონუსის მოდუნებაც. ანუ ადამიანი არის მოდუნებული და როგორც მოსახლეობა ხშირად ამბობს ხოლმე გათიშული. ანუ აღარ რეაგირებს გარეშე სტიმულზე. რამ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში მიიყვანოს თავის ტვინი? მოდი მაშინ ბარემ აქვე ვთქვათ, რომ იმის მიუხედავად, რომ გონების კარგვა როგორც პროცესი ნერვული სისტემის გარეშე ვერ მოხდება, იმიტომ რომ სწორედ ნერვული სისტემის რეაგირების დარღვევა, დაქვეითება და შეწყვეტა ამ შემთხვევაში მისი საფუძველი, უმეტეს შემთხვევაში ეს არის ნერვული სისტემის პასუხი ორგანიზმში, სხვაგან ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. ანუ პირველადად ნერვული სისტემის პრობლემით განპირობებული გონების კარგვა სტატისტიკურად უფრო მეორე ადგილზეა, ვიდრე მაგალითად პირველი. წამყვანი მიზეზებში პირიქით ზოგადად ორგანიზმში მიმდინარე პროცესებია ხოლმე. და მარტივად რო წარმოვიდგინოთ, რა პროცესმა შეიძლება ამის პროვოცირება მოახდინოს, ადვილი წარმოსადგენია ესეთი მარტივ ჯგუფებად დავყოთ. ერთი, როდესაც სისხლის ნაკადი შეიცვალა თავის ტვინში, სისხლმომარაგება შეიცვალა. მაგალითად დაქვეითდა, არტერიული წნევა დაქვეითდა, მაგალითად ნაკადი შემცირდა, სისხლის ნაკადი თავის ტვინის მიმართ და განვითარდა გონების კარგვა. სწორედ აი ეს გულის წასვლა, სინკოპე, რომელზეც აი პირველი ვახსენეთ. მეორე ჯგუფი ასევე რაც უნდა გვახსოვდეს არის, რომ შეიძლება ნაკადი შენარჩუნებული იყოს, მაგრამ სისხლის კომპონენტები, ანუ სისხლის შემადგენლობა შეიცვალოს, ისე რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რომელიც ტვინს სჭირდება ფუნქციონირებისთვის მოაკლდეს, მაგალითად, როდესაც შაქრის დონე დაეცა მკვეთრად სისხლში და ტვინმა ვეღარ განახორციელოს აი ეს სხარტი თავისი აქტივობა და მესამე ჯგუფი, რომ მარტივად წარმოიდგინოს მოსახლეობამ, არის, როდესაც აქ უკვე უშუალოდ პირველადად თავის ტვინში მიმდინარე პროცესი, ჩვენ ვიცით, რომ ნერვული უჯრედები ელექტრული იმპულსების ხარჯზე ფუნქციონირებენ, ხო და ეს ნორმალურად გენერირება იმპულსების
არის ჩვენი ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების საფუძველი, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც აბნორმული აქტივობა, გადაჭარბებული ელექტრული აქტივობა, მაგალითად ჰიპერსინქრონული განმუხტვები ამ გადაჭარბებული ელექტრული აქტივობის, ეს არის ეპილეფსიური გულყრა. აი, ეს არის კიდე ერთი მიზეზი, რომელიც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და არც გვავიწყდება სპეციალისტებს განსაკუთრებით. ამ ჯგუფებიდან ყველაზე ხშირი, ყველაზე დიდი ლიდერი, ასე ვთქვათ, გონე სტატისტიკურად არის პირველი ჯგუფი, როდესაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება სისხლის ნაკადი შეიცვალოს, შემცირდეს უმეტესად თავის ტვინის მიმართულებით და ამან გამოიწვიოს გონების კარგვა. ეს არის სწორედ ის გულის წასვლა, რასაც შეიძლება ჩვენ გვქონია, ჩვენი ოჯახის წევრს გქონია, აუცილებლად, ანუ ითვლება, რომ ერთხელ მაინც ადამიანი შეუძლებელია თვითონ თუ არა გვერდში მყოფი არ იყოს და ანუ ამასთან შეხება არ ქონდეს ზოგადად. თამარ, რამ შეიძლება შეაფერხოს აი ეს პროცესი, რომ იმ მომენტისათვის ტვინმა ვერ მიიღოს მისთვის საჭირო სისხლის ნაკადი და მაგალითად ბავშვმა დაკარგა გონება. რა შეიძლება უძღოდეს ამას წინ? ყველაზე ესეთი მომენტი, რაც არის, აი სამედიცინო ენაზე ჩვენ ამას ვაზოვაგალურ სინკოპეს ვეძახით, როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი ჩვენს ვეგეტატიურ, ჩვენ ამ ცხოველ სასიცოცხლო ფუნქციებზე პასუხისმგებელი ნაწილი ჩვენი ნერვული სისტემის, ვეგეტატიური ნერვული სისტემა და მისი, ასე ვთქვათ, დესპანი შინაგან ორგანოებში ეს არის ცდომილი ნერვი, რომლის გაღიზიანება შეიძლება ადვილად გამოიწვიოს მაგალითად გადაჭარბებულმა ემოციურმა სტრესმა, გადაჭარბებულმა დაუშვათ ტკივილმა, ხო, ანუ ფიზიკურმა სტრესმა მაგალითად ამ შემთხვევაში. და მისი ზეზღურბლოვანი გაღიზიანება შეიძლება გახდეს არტერიული წნევის დაქვეითების მიზეზი. და ეს უკვე საკმარისია უმეტეს შემთხვევაში იმისთვის, რომ სასისხლის ნაკადი შემცირდეს თავის ტვინის მიმართულებით და საკომპენსაციო რეზერვი ყველა ადამიანს და ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური, შესაბამისად ვიღაცამ შეიძლება იგივე რანგის, იგივე ინტენსივობის ტკივილს ადვილად გაუძლოს, მაგრამ ვიღაცისთვის იყოს პრობლემა, ვიღაცისთვის მაგალითად ანუ სტრესს უფრო ადვილად გაუმკლავდეს, ვიღაც ნაკლებადია. კი ბატონო, მაგალითად იგივე პრობლემა შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივად ფეხსედგომის შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც გარემოში არის გადახუთული სიტუაცია, უბრალოდ ესეთი ანუ მომატებული ტემპერატურა გარემოსი, განსაკუთრებით თუ ის კონკრეტული ადამიანი არის მაგალითად გაუწყლობილი, ანუ სითხის დეფიციტი აქვს, ხო? დამოუკიდებლად სითხის დეფიციტი თუნდაც ნორმალურ გარემოს პირობებში, ნორმალური ტემპერატურის პირობებში ასევე შეიძლება იყოს განწყობილი მაგალითად გონების დაკარგვის მიმართ, ანუ სინკოპე მაინც შეიძლება განვითარდეს. ემოციურ სტრესში გადის ასევე ხშირი მაგალითია ხოლმე ესეთი ვიზუალურად რაღაც ესეთი მძაფრი ემოციური ფაქტორი, ხო? მაგალითად სისხლის დანახვაზე, ხო? დაკარგა ბავშვმა გონება. სისხლის დანახვაზე დაკარგა, ამ დროს აუცილებელი არის რომ მას ქონდეს ჭრილობა მიღებული და უბრალოდ დაინახა სხვა. უბრალოდ დაინახა თუ არა და საკუთარი ჭრილობა, რომელსაც პლუს ტკივილი ახლავს, ძლიერი ტკივილი და პლუს სისხლის დანახვა, ასევე შეიძლება ადვილად გახდეს აი ამ მძაფრი ემოციური პასუხის, რომლის ფონზეც განვითარდეს სისტემური არტერიული წნევის ვარდნა და ბავშვმა დაკარგოს გონება. განსაკუთრებით თუ ეს პოზიცია ამ დროს სხეულის პოზიცია არის ვერტიკალური პოზიცია. ჰორიზონტალურ პოზიციაში მსგავსი რამე უფრო იშვიათად ხდება. გამორიცხული არ არის, თუმცა ვერტიკალურ პოზიციაში როგორც წესი უფრო უფრო მოწყვლადია. ბავშვი განსაკუთრებით, იმიტომ რომ საკომპენსაციო მექანიზმები არ არის ისე მწყობრში, ასე ვთქვათ და ისე მობილიზებული, როგორც შეიძლება ზრდასრულთან მიმართებაში იყოს. თვითონ სტრესზე პასუხიცხო უფრო ლაბილურია ბავშვების ასაკში, ვიდრე მაგალითად მოზრდილობის ასაკში. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ სიტუაციაზე ვსაუბრობთ ხოლმე, მე საუბარიც ასე დავიწყე, სად არის უფროსების ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთთან ურთიერთობაშიც და მით უფრო ბავშვებთან ურთიერთობაშიც გადაწყვეტილებები არ იყოს ბავშვისთვის საზიანო. და საერთოდ ადამიანს, რომელსაც ვეხმარებით, მართლაც უნდა დავეხმაროთ. თუ არ ვართ დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში, ეს გადაწყვეტილებები საერთოდ არ განვახორციელოთ და თუ დარწმუნებულები ვართ, მაშინ აქაც გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ზიანის მომტანი არ იყოს. როდესაც ბავშვი კარგავს გონებას, რომელი გადაწყვეტილებაა ზიანის მომტანი და რომელი გადაწყვეტილებაა ყველაზე გონივრული? კი ბატონო, ერთის მხრივ ჩვენ ყოველთვის თუ რამე არ უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, არის ის, რომ გადაჭარბებული ემოციური პასუხი, ანუ გარშემოყოფებს პირველი უპირობო რეკომენდაცია არის ხოლმე, რომ თქვენ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმიტომ რომ პანიკა და ესეთი ფორიაქი და ისტერია
ჰისტერიული რეაქცია ამაზე საქმეს არ შველის, პირიქით იწყება უფრო ისეთი შეცდომების კასკადი ამ შემთხვევაში. მეორეს მხრივ აუცილებელია მდგომარეობის მყისიერი შეფასება. ანუ დრო არ უნდა დავკარგოთ. დრო არ უნდა დავკარგოთ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უმეტეს შემთხვევაში მაღალ პროცენტში პროგნოზი როგორც წესი კარგია ხოლმე და ბავშვობის ასაკში რაოდენობრივად და პროცენტულად ჭარბობს ისეთი შემთხვევები, რომელსაც არანაირი მავნე კვალი, ასე ვთქვათ, მერე და მართლა უკვალოდ გადის ბავშვისთვის ეს პროცესი. გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა ჩვენ იმ წუთში არასოდეს არ ვიცით ეს რა ხდება ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ამიტომ გონდაკარგული ადამიანი, მანამაც გვერდში მყოფს ისიც არ მოეთხოვება, რომ კაფეოდ შეაფასოს, ამას ახლა გული წაუვიდა, ეს ახლა კრუნჩკვა. მაგისთვის დრო არ უნდა დაკარგოს. გვერდში მყოფს ეს არც ევალება. პირველი, თუ ეს არ არის თვითონ უშუალოდ სამედიცინო პერსონალი, ამ შემთხვევაში სასურველია და საჭიროა, რომ ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით შემდეგი ეტაპები რა დაგვჭირდება და ყოველთვის ჯობია, რომ გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება და მერე უკვე აღმოჩნდეს, რომ უხეში ჩარევა არ გვჭირდება, მაგრამ ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას და პირველი აუცილებლად ვაფასებთ ადგილზე მყისიერად ბავშვის მდგომარეობას. და ეს მდგომარეობა და პოზიცია სხეულის გონდაკარგული ადამიანი ისედაც ვარდება, ხო? პირველი რეაქცია რა არის? მით უმეტეს კუნთის ტონუსიც დაიკარგა და დავარდა. ჩვენ გვჭირდება სწორი, მაგარი ზედაპირი, მყარი ზედაპირი, რომელზეც სხეული უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურად. სასურველია, რომ იყოს სხეული გასწორებულ მდგომარეობაში, ანუ სწორ მდგომარეობაში და პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვაფასებთ, ვაზუსტებთ ნამდვილად, ანუ სრულად არის დაკარგული გონება, რამდენად შეუძლია უკავშირი. და ამას ვაფასებთ კითხვა-პასუხით. კითხვა-პასუხის რეჟიმში შეიძლება დაუძახოთ სახელი, თუ ვიცით, მივმართოთ როგორღაც. არ შეიძლება უხეში ჯანჯღარი, არ შეიძლება უხეშად ტკივილის მიყენება გამოფხიზლების მიზნით, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ტკივილმა თვითონ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ტიპის რეაქცია უკვე და ისევ დაკარგოს გონება, ისედაც ტკივილზე ინდივიდუალური რეაქცია და ეს ტკივილი ბავშვს განსაკუთრებით პირიქით კიდე აშინებს, ამიტომ ჩქმეტა, ბწყენა, ჩხვლეტა რაღაცების არაფრით არ შეიძლება. მსუბუქად მოტყაპუნება მხარზე, მაგალითად ან ლოყაზე ყოველთვის შეიძლება და ერთი ის, რომ ჰორიზონტალური სწორი მაგარი ზედაპირი აუცილებლად გვერდით არის ვინმე, ვინც ამ კომუნიკაციას ამყარებს, მაგრამ არ არის საჭირო ყველა ამ თვითმხილველების მობილიზება გარშემო. პირველი რა თქმა უნდა, მაგალითად ქუჩაში მოხდა ეს ამბავი და თავი მოიყარა ყველა. გვინდა სუფთა ჰაერი, გვინდა ვენტილაცია, ანუ ჰაერის ვენტილაცია გარშემო და თუ ვინმე სხვა მაგალითად დაგვეხმარება ამაში, რომ ამ თვითმხილველებს ცოტა მას გაუკეთებს, იზოლირებას გაუკეთებს და განარიდებს, განსაკუთრებით არა მარტო ბავშვის, ანუ ზრდასრულთან მიმართებაშიც ეს მნიშვნელოვანია. როგორც კი დავწმუნდით, რომ ნამდვილად გონება არის დაკარგული, ამის შემდეგ ვაკვირდებით, რომ ხო არ არის რამე უხეში ტრამვა, მაგალითად ხო სისხლდენი ჭრილობა ან რამე, თუ არა და ვაგრძელებთ აი ამ დახმარებას, რომ ანუ ჰორიზონტალური პოზიცია აქვს, საჭიროა რომ რამე მჭიდრო საყელო, მაგალითად ქამარი, სათვალე, ანუ რაც შემზღუდავია, მაქსიმალურად მოვაშოროთ, გავათავისუფლოთ, თუ უნებლიე მოძრაობები აქვს პაციენტს, გონება დაკარგული და უნებლიე მოძრაობები ამ შემთხვევაში, მაგალითად რიტმული მოძრაობები, კიდურებით, მაგალითად შეკრთომები მთელი სხეულით. ამ შემთხვევაში დამატებით უსაფრთხოებას ვაკვირდებით, რომ გარშემო არ იყოს რამე ისეთი, რასაც შეიძლება მიეჯახოს ხელით, მიეჯახოს ფეხით. ახლა არ არის საუბარი იმაზე, რომ ჭრელი, მსხრევადი, მტრევადი, მჩხვლეტავი საგნები ისედაც უნდა მოვაშოროთ. არ არის საჭირო ვერტიკალურ, ანუ მაქსიმალურად ჰორიზონტალურ პოზიციაში ვინარჩუნებთ, თუმცა თუ თავის არეში უნებლიე მოძრაობებია, თხელი, მაგალითად გაკეთილი ქურთუკი, თხელი, ძალიან თხელი ბალიშის ტიპის შეიძლება თავქვეშ დაუდოთ, მაგრამ სასთუმალის ამაღლება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. სასთუმალი უნდა იყოს სწორი, მაქსიმუმ ძალიან თხელი საფენი, რომ უშუალოდ მაგალითად ასფალტზე, მაგალითად ბეტონის ზედაპირზე, მაგალითად უხეშ ზედაპირზე არ იყოს თავის ესეთი უნებლიე მოძრაობა. და თუ გვაქვს ესეთი ღებინების ტიპის მოძრაობები, მით უმეტეს გვერდული პოზიციაა საჭირო, თუ ჩვენ ეს არ ვიცით და ამ შემთხვევაში კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, უსაფრთხო პოზიცია, წესით ეს არის სწორი და გვერდული პოზიცია. ამ შემთხვევაში ვინაიდან გონდაკარგულმა ადამიანმა შეიძლება აღებინოს, ანუ კუჭის სიკში ამოაჩქეფოს პირის ღრუში და ჩვენ ამ დროს თუ რამის გვეშინია პირველ რიგში არის რომ ეს შიგთავსი არ მოხვდეს სასუნთქებში. გადავიდეს სასუნთქებში. შესაბამისად, გვერდული პოზიცია ამ შემთხვევაში იცავს იმისგან, რომ სასუნთქებში არ მოხდება, თუ რამეა გადმოვა ისიც გარეთ.
ჩვენ შეიძლება შევამოწმოთ მაგალითად სასუნთქი გზების გამოვლობა, ანუ თუ ან განსაკუთრებით თუ ვიცით, რომ მანამდე ჭამდა მაგალითად ადამიანი რამეს ან პირის ღრუში რაიმე ქონდა, მაგრამ თუ თქვენ უბრალოდ ცერის დადებით, აი ნიკაპზე ცერის დადებით ვერ ახერხებთ პირის გაღებას, ამაზე მეტი ძალისხმევა პირის გაღებაზე არის კატეგორიულად დაუშვებელი, იმიტომ რომ კრიჭის შეკვრა, ტრიზმის, რასაც ვეძახით ექიმები, კრიჭის შეკვრა ხშირად ახლავს გონების კარგვას და ეს არ ნიშნავს, რომ გაუცებად კრუნჩხვა და ეპილეფსიური კრუნჩხვა, მათ შორის აი სინკოპე არ არის დაზღვეული იმისგან, რომ იყოს ხან მოკლედ წაუვიდა და კრიჭა შეკრული. კრიჭა შეკრული დაზღვეული ამისგან არ ვართ, მაგრამ კატეგორიულად არ შეიძლება პირის ღრუში არანაირი მით უმეტეს מחვილის საგნების, არანაირი ესეთი რაღაცა მოწყობილობების, არც თითების ჩაყოფა არ არის საჭირო. და არც ტაბლეტების ჩაყრა. არც ტაბლეტ. ამაზე ახლა ვაპირებდი თქმას, მანამ სანამ ადამიანი სრულად არ მოვა გონზე, სანამ არ არის სრულად კომუნიკაბელური, არასოდეს არაფერი პირის ღრუში არ მოათავსოთ, რაც არ უნდა კეთილი ზრახვები გქონდეთ, რომ ეს არის წამალი, რომელმაც შეიძლება უშველოს, გონდაკარგული ადამიანის პირში არ თავსდება არაფერი. ყველაფერი დანარჩენი ხდება მაგალითად კუნთი ინექციის სახით შეიძლება ეს წამალი მივაწოდოთ და არა თუ ამის საჭიროება იქნება. თუ ამის საჭიროება იქნება, ოღონდ ამასაც კატეგორიულად აფასებს ექიმი და ჩვენ ამ შემთხვევაში რამე ადგილზე გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. შეიძლება იშვიათი გამონაკლისი იყოს, თუ ეს არის ქრონიკული პაციენტი, რომელსაც ზუსტად ეს არ არის მის ცხოვრებაში პირველი, ეს არის მისთვის ჩვეული ეპიზოდი და მისი გვერდში მყოფი და გულშემატკივარი და ტრენინგებულია სიტყვასიტყვით რა უნდა გააკეთოს ამ დროს, მაგრამ მაშინაც კი ყველას ეუბნებიან, რომ გონდაკარგული ადამიანის პირში არ უნდა მოთავსდეს რაიმე ტაბლეტი ან სასმელი ამ შემთხვევაში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გადაუდებელ დახმარებას, ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე ძირითად პრინციპზე და თქვენი ნებართვით მე ხა ამ პრინციპებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აუცილებლად ვათავისუფლებთ სივრცესაც და თავად ადამიანსაც ნებისმიერი შეზღუდვისგან და შებოჭილობისგან. შეძლების დავგვარად ვცდილობთ, რომ ძალიან სწრაფად იყოს გადაუდებელი დახმარება გამოძახებული და ამავე დროს დროის დაუკარგავად ვცდილობთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე გვერდულა პოზიცია მივცეთ სხეულს იმისთვის, რომ თქვათ თუ ასეთი მდგომარეობა განვითარდა, პირნახები მასა არ აღმოჩნდეს სასუნთქგზებში, არ ვანჯღრებთ ადამიანს, არ ვცდილობთ კრიჭის გახსნას და მით უფრო შიგ მოთავსებას სხვადასხვა საგნებისა და მათ შორის ტაბლეტებისა და სითხის ჩასხმას. თუმცა აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ეს არის უპირობოდ შეთანხმებული მთელს მსოფლიოში ქცევის წესი, რომელსაც ვიყენებთ მსგავს სიტუაციაში. მაგრამ არის მოვლენების გაგრძელება, რომელიც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს იყო პირველი ეპიზოდი და იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს იყო რიგით რომელიღაც ეპიზოდი, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში თუ ეს განმეორებადი მდგომარეობა აუცილებლად დაჭირდება სპეციალისტ შეფასება, რეტროსპექტულად ამოვლენის, ისევე როგორც პირველი ეპიზოდის შეფასება და გააზრება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სპეციალისტის მხრიდან. რას ვაკეთებთ? ადამიანი მოვიდა გონს, ბავშვი მოვიდა გონს და რა თქმა უნდა ეს არის შვება და ყველა ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ამით სვამთ წერტილს, თუ ცდილობთ გავერკვიოთ, აქ ბანალური მიზეზი იყო გულის წასვლის, თუ საჭიროა ბავშვმა გაიაროს სათანადო სამედიცინო კონსულტაციების ზედამხედველობა და ეს როდის უნდა მოხდეს? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ერთს დავამატებ უბრალოდ ამ პირველად დახმარებასთან მიმართებაში, ცნობილი ფაქტია და ცნობილი მანევრია, ასე ვთქვათ, ქვედაკიდურების ოდნავ აწევა, რომელიც სინკოპესთან მიმართებაში აბსოლუტურად მისაღები და სწორი და პირიქით კიდევ უფრო დამატებით ეხმარება. ამ შემთხვევაში თავი რჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ოდნავ შეიძლება ავწიოთ ქვედაკიდურების
სადღაც 30 სანტიმეტრით, იმიტომ რომ ზოგჯერ ზედმეტად ხდება ხოლმე და თხან მართი კუთხით არის მოხრილი ეს ფეხები და ამ შემთხვევაშიც რაც უფრო პატარაა ბავშვი, გონიათ რომ ეს უკეთესია, რომ კი მექანიზმი არის, რომ თავისკენ უნდა წავიდეს სისხლი, მაგრამ ფეხებით დაკიდება ახასიათებთ ხოლმე, ანუ მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნამდვილად კატეგორიულად არ შეიძლება, ამით ზუსტად აი ამ ღებინების პროვოცირება დამატებით შეიძლება მოხდეს, ასე რომ კატეგორიულად ფეხებით დაკიდება ამ შემთხვევაში არ არის საჭირო. ძაფრსუნიანი ნივთიერების გამოყენებაზე ზრდასრულებში ასევე ჩვეული მანევრია, მაგალითად ნიშადურით გამოყენება, ბავშვთა ასაკში ვფრთხილობთ, განსაკუთრებით რაც უფრო პატარაა ბავშვი, ვინაიდან აი ეს დოზა, ის სიმძაფრე, როდის არის ტოლერანტული სიტყვაზე, ვინაიდან ზოგჯერ იმდენად ბევრი მოუვიდათ ხოლმე ეს ნივთიერება, რომ სასუნთქი გზების სპაზმი გამოიწვია. ამან ანუ უფრო ვავნეთ აქედან გამომდინარე. კი, მოზარდებთან მიმართებაში ოღონდ ეს არის აი ბამბაზე დაწვეთებული ძალიან ცოტა და დისტანცირებულად და არა ახლოს ცხვირთან, ან მით უმეტეს 1-2 შემთხვევაში, როდესაც შეასხეს ცხვირში ნიშადური. კატეგორიულად ამის გაკეთება არ შეიძლება, ზუსტად იმ არ ვავნოს პრინციპით, ჯობია თუ არ ვართ დარწმუნებული, ეს არ გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. საბედნიეროდ გონების დაკარგვის უმრავლესობა 1 წუთის ფარგლებში ანუ დამთავრებადია, სხვა საკითხია, რომ გარშემომყოფებისთვის ეს გაცილებით დრამატულად გამოიყურება, ვიდრე მაგალითად უბრალოდ 60 წამი. ეხლა რას ვაქცევთ აი სადგადის წითელი დროშის ნიშნები, სწორად და რას ვაქცევთ ყურადღებას. როგორც წესი პაციენტი ნელ-ნელა თვალდათვალ ჩვენს თვალწინ მოდის გონს, პირველი წამები შეიძლება იყოს გაბრუებული, უხერხულად გრძნობდეს თავს, ამიტომ მხარდაჭერა, ემოციური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმში შევდივართ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავამშვიდოთ, არამედ ზუსტად იმიტომ, რომ მივიღოთ ინფორმაციაც, ანუ რამდენად ადეკვატურად გვპასუხობს. პირველი რა სახელს ვეკითხებით, ასაკს ვეკითხებით, ხო? რამდენად გამართულად გვპასუხობს, ხომ არ არის არტიკულაციური დარღვევები, სახის მიმიკა რამდენად სიმეტრიულია, ხო? და ნელ-ნელა გონს მოსული ადამიანი იწყებს მოძრაობას და ვაკვირდებით, რამდენად სიმეტრიულად, ჰარმონიულად მოძრაობს, ხომ არ არის რამე დეფიციტი, მაგალითად უჭირს ცალი ხელის მოხმარება, ცალი ფეხის მოხმარება, ან თვითონ ამბობს, რომ დაუშვათ ვეღარ ამოძრავებს ხელს ან ფეხს ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, ამის მერე ვეკითხებით, ხომ არა აქვს ტკივილი, მაგალითად თავის არეში, მაგალითად გულმკერდის არეში, მაგალითად მუცლის არეში. იოლად ესეთი გაბრუების გრძნობა, ცოტა ყრუტკივილი შეგრძნება თავის არეში შეიძლება უსაფრთხოც იყოს, მაგრამ ყურადღებას მაინც ვამახვილებთ, მაგრამ თუ არის საშუალოზე მაღალი ინტენსივობის თავის ტკივილი, იმას აუცილებლად უფრო დამატებითი ყურადღება ჭირდება ამ შემთხვევაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრაქტიკულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის გულთან დაკავშირებული ჩივილები. ანუ გონს მოსულ ადამიანს პირველი ვეკითხებით, რომ ხომ არა აქვს გულის არეში ტკივილი. ბავშვსაც ასე ვეკითხებით. ანუ ხომ არ გტკივა, ხელითაც შეიძლება ვანიშნოთ, ხომ არ გტკივა, ან ხომ არ გაქვს რამე უსიამოვნო შეგრძნება, ცოტა უფრო ზრდასრული, უფრო გაიგებს აი გულის ფრიალს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ჩვენც ვამოწმებთ. მისი გულის რითმი რამდენად რიტმულად, რამდენად თანაბრად ცემს, სოციალურ გულის შეფასება უკვე ჯერ კიდევ გონდაკარგულ ადამიანთან იწყება, ასე ვთქვათ, როცა პირველივე წამებში მის გვერდით ვრჩებით, რომ რამდენად რიტმულად და თანაბრად ცემს მისი გული. გონს მოსულ ბავშვსაც ამას ვეკითხებით, რა თქმა უნდა და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუ იმ წუთში მივხვდით, რომ არა აქვს უხეში ტრამვა, არა აქვს რაიმე შემზღუდავი ტკივილი, მისი მობილობა სხეულის, ანუ ესეთი რომელიმე კიდურის დაუშვათ დაქვეითებული მოძრაობა არ არის, გადავდივართ რა ახსოვს და რა ახსოვს წინაპირობიდან, ანუ რა სიტუაციაში და რა იგრძნო პირველი გონების დაკარგვამდე. სახიფათო, ასე ვთქვათ, წითელი დროშის ნიშნებად ითვლება თუ გონების კარგვა მოხდა ფიზიკური აქტივობის დროს, ფიზიკურად აქტიურ ბავშვი და მით უფრო სპორტული აქტივობის დროს მაგალითად, ხო? იმიტომ რომ აქ უცებ გაითიშა და აი ეს სწორედ ეს უცებ, ანუ არ ახსოვს არაფერი, მანამდე არ ქონდა მაგალითად თავბრუს შეგრძნება, არ ქონდა უსიამოვნო შეგრძნება, თითქოს ფეხები დაუსუსტდა. არ ამბობს, რომ იცი რა, თვალები აბჭყვიალება და
დაუშვათ რაღაც ესეთი არ ქონდა ეს წინაპირობა, ეს უფრო საყურადღებოა ჩვენთვის, ვიდრე ბავშვი, რომელიც გიყვება, რომ ვიგრძენი თავი ცუდად, ვიგრძენი სუსტად, დამცხა, რაც უფრო საფეხურებრივად განვითარდა, სტატისტიკურად პროგნოზი უკეთესია ხოლმე, აი უფრო ესეთი ვაზოვაგალური სინკოპე მაგალითად უფრო რეალურია, მაგრამ რაც უფრო სწრაფად განვითარებულია, რაც უფრო ფიზიკური აქტიურობით პროვოცირებულია, ან წინ უძღოდა მკერდის არეში ტკივილი, გულის რითმის დარღვევის შეგრძნება, გულის აფრიალება, ან მით უმეტეს რეალურად ვიცით რომ ეს მოხდა, მაშინ სასიცოცხლო რისკი უფრო მაღალია, ვინაიდან სინკოპე კიდევ ჩვენ ვთქვით რომ უმეტესად კარგი პროგნოზით ხასიათდება, თუმცა არის ესეთი კარდიალური სინკოპე, ესეთი ჯგუფი, რომელიც გულის პათოლოგიით განპირობებული მდგომარეობა და აქ სასიცოცხლო რისკები შეიძლება ეს არ უნდა გამოგრჩეს, ეს არ უნდა გამოგრჩეს, განსაკუთრებით თუ არის ფიზიკური აქტივობა მაპროვოცირებელი, ან წინ უძღოდა მკერდის არეში გარკვეული უსიამოვნო შეგრძნება. ვარჯიშის დროს, ტურნირის დროს ბავშვები არის საყურადღებო მდგომარეობა და ჩვენ მივედით ლოგიკურად წინადადებასთან, რომლითაც უნდა დავასრულოთ. ბავშვმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ბავშვმა სასურველია რომ გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რაც უფრო როგორც ვთქვით შედარებით უსაფრთხო დიაპაზონში ხდება ჩვენი სიმპტომები. Ქონდა მკაფიო მაპროვოცირებელი ფაქტორი, რაც ჩამოვთვალეთ, მაგალითად ხანგრძლივად მოუწია ფეხზე დგომა, მაგალითად ქონდა ის შესაბამისი წინაპირობა, იყო მკაფიო ტრიგერი, მაგალითად ტკივილის ან მკაფიო ტრიგერი ემოციური ფაქტორის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავიწყოთ ოჯახის ექიმით და შემდეგ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით გავიაროთ შემდეგი ეტაპები. მაგრამ თუ ის წითელი დროშის ნიშნები, რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ, იყო მკერდის არეში ტკივილი, იყო ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული, იყო უეცრად განვითარებული გონების კარგვა და ყოველ შემთხვევაში ბავშვი ვერ გვიყვება წინაპირობას, მაშინ, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმს შეგვიძლია გვერდი არ აუაროთ, მაგრამ პირველ რიგში კარდიალური კვლევები არის ხოლმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. პაციენტები პირველი მოდიან ნევროლოგთან, მაგრამ როგორც ვთქვით, ეს არის აქ ნერვული სისტემა მეორადად რეაგირებს ძირითად სიმპტომზე და აუცილებელი არის სწორედ კარდიოლოგით კვლევების დაწყება. მაგრამ თუ არის გონების კარგვა არა მაგალითად ნახევარი წუთი, 1 წუთია, მაგრამ რამდენიმე წუთის მანძილზე, ეს იყო არაუბრალოდ დაუშვათ მოდუნებული, მომჩვარული ბავშვი, არამედ რიტმული კლონური მოძრაობები, მაგალითად ან უხეშად დაჭიმული სხეული, არა 1-2 წამის, არამედ რამდენიმე წუთის მანძილზე, ამ შემთხვევაში რისკი ეპილეფსიური კრუნჩხის მიმართებაში, რა თქმა უნდა, მაღალია, ასე რომ აქაც კიდევ ვიმეორებ, ოჯახის ექიმი კარგად დაგვაკვალიანებს, თუ რამე შეეჭუგვეპარება, მაგრამ კარდიოლოგის ნაცვლად, ნამდვილად ნევროლოგი არის პირველი რიგის პუნქტი, პირველი რიგის არჩევანი ამ შემთხვევაში კვლევებთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა თამუნა დღევანდელი სტუმრობისთვის და ამ რეკომენდაციებისთვის. მით უფრო რომ ჩვენი მთავარი სათქმელი დღეს იყო პირველი იმ მიზეზების გააზრება, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს გონების კარგვას ბავშვებში. ცხადია, ჩვენ მეორე, რაც ვთქვით, ეს არის რა არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს დამატებით ზიანი არ მოუტანოთ და რა უნდა გავაკეთოთ მწვავე პერიოდში და თანმიმდევრულად საფეხურებრივად, თუმცა მთავარი ჩვენი სათქმელი არის პასუხისმგებლობა, ჩვენი უფროსების პასუხისმგებლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების მიმართ და რომელიც ყველა სიტუაციაში გასათვალისწინებელი. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა რეკომენდაციებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ჩვენი გუნდის წევრი, ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ჩვენი კვებითი შუქნიშანი დიახ სამფერი სიმბოლოა, თუმცა მრავალფეროვანი რეკომენდაციებით და მრავალფეროვანი სათქმელით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვებზე, ჩვენ შვილებზე ვსაუბრობთ. რა სჭირდებათ ჩვენ შვილებს? ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ ჩვენ შვილებს, თუ ჩამოვთვლით და თუ ყველა მშობელს მოვუსმენთ. მაგრამ მოდით კვების ჭრილში შევხედოთ და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ შვილებს აუცილებლად სჭირდებათ
ადეკვატური კვება ნორმალური ზრდა განვითარებისთვის. ეს ჩვენი ვალდებულება, ეს ჩვენი მოვალეობა უზრუნველყოთ ჩვენი შვილები. და მარტო მშობელს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, მე გულისხმობ საზოგადოებას, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვები იყვნენ ადეკვატურად ნაკვები. ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი. ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველ რიგში ჩვენ შვილებს ჭირდებათ ცილები. ეს არის არაუბრალოდ სიცოცხლის მოლეკულა, ეს არის არაუბრალოდ სამშენებლო მასალა, არამედ ეს არის ის ნივთიერება, რომელიც განსაზღვრავს ყველა პროცესს, რაც ბავშვის და ზოგადად ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. ამიტომ არაუბრალოდ ცილა, არამედ ადეკვატური რაოდენობით ცილა, სრულფასოვანი ცილა და მისი სისტემატური მიწოდება არის საჭირო და არა ეპიზოდურად. ასეთ შემთხვევაში ბავშვის ზრდა განვითარება არის სწორედ ცილით უზრუნველყოფილი. ისევე როგორც აუცილებლად სჭირდება ბავშვს სრულფასოვანი ცხიმები და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული პოლიუჯერი ცხიმები და ცხიმოვანი მჟავები, რომელთა როლი წარმოუდგენლად დიდია არა მხოლოდ ანთების მართვაში, არა მხოლოდ თრომბოზის რისკის შესამცირებლად, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით შეივსოს ორგანიზმი, არამედ ელემენტარულად ბავშვის ნერვული სისტემა თავის ტვინი იყოს უზრუნველყოფილი სათანადო ნივთიერებებით. არ უნდა დაგვაუწყდეს სხვა საკვები ჯგუფები და უპირველეს ყოვლისა ჩვენ შვილებს სჭირდებათ ბოსტნეული ადეკვატური რაოდენობით ყოველდღიურად. ჩვენ შვილებს სჭირდებათ ხილი ადეკვატური რაოდენობით ყოველდღიურად. ჩვენ შვილებს სჭირდებათ მათი ასაკისთვის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილების შესაბამისად მარცვლეული და ბურღულეული ყოველდღიურად. და ეს ყველაფერი თავმოყრილი უნდა იყოს წონასწორობაში, რომელსაც დაბალანსებული კვების პრინციპი ჰქვია და სადაც ყველა ჯგუფის პროდუქტია გამთლიანებული. უფრო მეტიც, 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტი ისეა გადანაწილებული, რომ დღიური რაციონის ნახევარი მაინც უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი. არ უნდა დაგვაუწყდეს ცილოვანი კომპონენტი და ბავშვების შემთხვევაში მარცვლეულთან და ბურღულეულთან ერთად და სხვა ცილოვან პროდუქტთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რძის ნაწარმი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ წყალი არ უნდა მოაკვდეს ბავშვის ორგანიზმს, ცხიმი უნდა მიიღოს სათანადო რაოდენობით, ფიზიკურ აქტივობასთან შეხამებით უნდა იყოს გააზრებული კვების ეს მოდელი. და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს წონასწორობაში, ბავშვის საჭიროებებთან, ბავშვის მდგომარეობასთან, ბავშვის გემოვნებასთან. და რასაკვირველია, იმ პროცესების შესაბამისობით იყოს ეს ყველაფერი დაალაგებული, რაც ბავშვის ორგანიზმში მოცემულ მომენტში ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ სამოვალებლად ბავშვს ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი რესურსი. არ უნდა დაგვაუწყდეს ბავშვის ნაწლავის ჯანმრთელობა, რომელიც არაუბრალოდ სახელმწიფოშია და მისი მეორე ტვინია, არამედ ხშირად გამსაზღვრელია მისი ზოგადი ჯანმრთელობის და ასეთ შემთხვევაში ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრაქტიკულად ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნიშნავს. თუ ამ ყველაფერს დავუკავშირებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემას, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კვების ზოგადი პრინციპები კონკრეტულ რეკომენდაციებთან. მაგალითად, უბრალოდ ზოგადად კვება გვაინტერესებს? არა. ჩვენ გვაინტერესებს კვების შეხამება ცხოვრების წესის ფაქტორებთან. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას გონების კარგვის ეპიზოდები, რაც შეიძლება ნაკლებად გქონდეს ბავშვს, პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებზე, როდესაც საუბრობთ, ჩვენ უკვე ვთქვით, რა დგას ამის უკან. ამიტომ, როდესაც ფიზიკური აქტივობა, ძილი, სტრესის მართვა, წონის მართვა არის შეხამებული კვების რამდენიმე საიდუმლოსთან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, გონების კარგვასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიცით, რომ სხეულის პოზიციის მკვეთრმა ცვლილებამ, სწრაფად წამოდგომამ, დიდხანს დგომამ ერთ პოზიციაში, მაგალითად, სტრესულმა გარემომ, თავად გარემომ, სადაც არის მკვეთრი განათება, დახურული სივრცე, უჰაერობა, ხმაური და ასე შემდეგ. შეიძლება შექმნას ის სივრცე და ის ვითარება, რომელიც გარკვეულწილად ხელს უწყობს გონების დაკარგვას. მაგრამ თუ კვებაზე ვთარგმნით, კვების ენაზე ვთარგმნით საჭიროებებს, გონების კარგვის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის კვების მოდელში
როგორ არის კვება დროში განაწილებული, ანუ რამდენად ხანგრძლივია ინტერვალები კვებასა და კვებას შორის. რამდენია საკვების ულუფა, რომელიც მიიღო ბავშვმა, საკმარისია თუ არა მისთვის ეს ულუფა და რა მიირთვა ბავშვმა. უზრუნველყო კი მირთმეულმა საკვებმა ბავშვი აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ კვების კონტექსტში გონების დაკარგვაზე, ჩვენ უნდა აუცილებლად ვიზრუნოთ, უფროსებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ აი ამ პრინციპებთან ერთად დაცული წყლის ადეკვატური მოხმარება და შესაბამისი დონე გლუკოზისა სისხლში. რადგან რეჟიმის ულუფის დარღვევა წარმოიდგინეთ ხანგრძლივი ინტერვალებით კვება, მიღებული პროდუქტების არასაკმარისმა რაოდენობა და თავად შინაარსმა შეიძლება შექმნას რისკი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც სითხის არაადეკვატურმა მოხმარება. რამდენი სჭირდება წყალი ბავშვს? ამაზე შეიძლება სხვადასხვა ფორმულის მოშველიება და მე დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად დააკვირდეთ, რას ურჩევს მათი პირადი პედიატრი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორ გადათვლას ვაკეთებთ? მაგალითად, ბავშვის წონის შესაბამისად წყლის მოთხოვნილებას. ასეთ შემთხვევაში მიდგომა განსხვავებულია. მაგალითად, თუ ასაკობრივ ჭრილში მსჯელობთ საკითხებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ 1-დან 3 წლამდე ასაკში. მაგალითად, არსებობს ასეთი რეკომენდაციები, რომ დაახლოებით 900-950 მილილიტრი წყალი სითხე დავაზუსტებ, სითხე და არა წყალი ჭირდება ბავშვს. მაგალითად 4-დან 8 წლამდე ასაკში ეს რაოდენობა შეიძლება 1000-1200 მილილიტრის ფარგლებში იყოს. უკვე 9 წლის ასაკიდან და ზემოთ ეს შეიძლება იყოს 1500-1600 მილილიტრი და ზემოთ. თუმცა ეს რაოდენობა არ არის უნივერსალური. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის წონაც, ბავშვის მდგომარეობაც, ინდივიდუალური საჭიროებები, გარემო, რომელშიც ბავშვს უწევს ყოველდღიურად ყოფნა, ან ის კონკრეტული გარემო, რომელშიც აღმოჩნდა რაღაც მიზეზების გამო ჩვენი შვილი. და როდესაც წყალზე ვსაუბრობთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩემი მიერ დასახელებული რისხვები და რეკომენდაციები გათვლილია სითხის მოხმარებაზე. და აქ ცხადია იგულისხმება წყალი და აუცილებლად იგულისხმება წყალთან ერთად ელექტროლიტები. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოხმარებულ სითხეში უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე მინერალური წყალი, რომელიც წყალია და მასში არსებული მინერალები, ანუ ელექტროლიტები, უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე სუფთა, მტკნარი სასმელი წყლისა და მარილის კომბინაცია, რომელიც ძალიან ხშირად გვჭირდება იმისათვის, რომ მაგალითად ზაფხულში წყლის მაღალი დანაკარგის დროს, ან ცხელ გარემოში ინტენსიურად სითხის დაკარგვის დროს ორგანიზმი არ გამოშრეს, ორგანიზმმა არ დაკარგოს საჭიროზე მეტი რაოდენობით წყალი. და აქ არა უბრალოდ მარილთან ერთად წყალი ან მინერალები გამოგვადგება, არამედ შეიძლება გამოგვადგეს მარტივი საკვები, კრეკერი, რომელსაც ცოტა მარილი აქვს მოყრილი, შეიძლება იყოს თხილეული, რომელიც მაღალ ენერგეტიკული პროდუქტია და ამავე დროს შეიძლება იყოს ცოტა მარილით დაფარული და წყალზე მოთხოვნილება გაზარდოს და შევსება ორგანიზმისა. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მარილიანი ჭხირები. თქვენ იცით, რომ ჩვენ პროდუქტების სახალისებას კი არ ვცდილობთ, ჩვენ საუბრობთ გადაწყვეტილების მიღებისას მარტივ ფორმებზე, რა შეიძლება დაეხმაროს კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ შვილებს. იმისთვის, რომ არ დაკარგონ წყალი, ადეკვატურად მიიღონ წყალი და არ შეიქმნას პრობლემა, მაგალითად და წინაპირობა გონების კარგვისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ზაფხულის პირობებში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ან ისეთ გარემოში, სადაც ბევრი ფაქტორია სითხის გაძლიერებული კარგვისთვის, ან დიდხანს არ არის სითხე მოხმარებული, ასეთ შემთხვევაში კომბინაცია, რომელზედაც ჩვენ საუბრობდით, შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება. ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის თხევადი პროდუქტების გამოყენება. ასეთ დროს მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, შაქრის, ნახშირწყლების და მსგავსი სხვა თემების დახასიათებისას, თქვენ არაერთხელ მოგისმენია ჩვენს გადაცემაში, როგორც სიფრთხილეს ვიჩვენთ ხოლმე, არის მდგომარეობები, როდესაც წვენი იქნება, სუფთარძე იქნება, მაწონი იქნება, იოგურტი იქნება, ან ნაყინი, რომელიც დნობით სითხედ გადაიქცევა, შეიძლება იყოს ძალიან
ოპტიმალური, კარგი არჩევანი იმ კონკრეტულ სიტუაციაში, არა წამახალისებელი, არა წასახალისებელი, არა სისტემატურად გამოსაყენებელ პროდუქციას ვლაპარაკობთ ნაყინზე, მაგრამ როდესაც არის საჭიროება და არ გვაქვს სხვა ხელმისაწვდომი საშუალება, სითხის შემავსებლადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ და საერთაშორისო რეკომენდაციებიც კი არსებობს ძალიან ცნობილი ინსტიტუტების ამ დარგში, როგორ შეიძლება პროდუქტები, რომელიც თვით დნობით სითხეთ გადაიქცევა, ან ოთახის ტემპერატურაზე სითხეთ გადაიქცევა, გამოვიყენოთ სითხის ბალანსის შესავსებლად. აღარაფერს ვამბობ მაგალითად ხილზე, იგივე რძის ნაწარმზე, რომელიც უბრალოდ სითხის შემავსებლად კი არ გამოდგება, არამედ გლუკოზის დონის მოსაწესრიგებლად. დიახ, ყველაზე გავრცელებული და მარტივი საშუალება შაქრის ფხვნილი ან ტკბილეული ნუგბარი, რომელიც ძალიან სწრაფად გამოიწვევს შაქრის დონის აწევას. მაგრამ ფრთხილად თანდათანობით, ნაკლები ზიანით შაქრის დონის მოსაწესრიგებლად, ხილის გამოყენება, რძის ნაწარმის გამოყენება უკეთესი არჩევანია და თუ ამას სიტუაცია და მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას, მაშინ ასეთი არჩევანი უმჯობესია გავაკეთოთ. და რაც მთავარია, როდესაც საუბრობთ, მაგალითად სამი ძირითადი კომპონენტი გავითვალისწინოთ კვებაში, როგორ იყო დაცული რეჟიმი, ანუ რა დროს იყო კვება მიღებული, რა ულუფით იყო მიღებული, როგორ იყო მისი შინაარსი. მეორე ფაქტორი გავითვალისწინოთ წყლით უზრუნველყოფა, მესამე ფაქტორი გავითვალისწინოთ გლუკოზის დონე სისხლში. აი ამ სამ ფაქტორთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს შვილებს აუცილებლად სჭირდებათ ყურადღება. ჩვენ შვილებს აუცილებლად სჭირდებათ უფროსებისგან ზრუნველობა და რაც მთავარია, ჩვენ შვილებს ყოველთვის სჭირდებათ ჩვენგან მხოლოდ უპირობო სიყვარული. და სწორედ აი ამ სათქმელით და გემშვიდობებით დღეს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.